მე მახვილე შეკითხვა მომენტი არის ჩვენ საქართველოს ყველას მომხდა ნამაზი გამოვიტოვებია და იყო მომენტი როდესაც გამოვიტოვე ნამაზი და ძალიან ისეთი ფიქრები წამოვიდა რომ განაი სუიციდური არა ახლა მოსაფირი რო ხარ მაგდროს შემოგადა რეალურად არის მომენტი რომ შეიძლება შეგეზარდო აი რო რა აი მაგალითად როდესაც ყოფილა მომენტი ძალიან ისე არა თუმცა არ ვიმოჩე და მე ვიფიქრე რომ ანგულად მუსლიმანი ჩემთვის მიკითხეთან არის რომ ხუთი დროს ნამაზი მაგმოცხლო ქაფირი ხავდა და ასეთი ფიქრები რომ მოდის პრობლემად მე არის რომ ეს თვითონ შეიტანი გაფიქრებინეს მსგავს რაღაცასო ეს კაი ფიქრებია მაგრამ ხან გეძვი შენ იმიტომ რომ შენ თავზე ფიქრობ სულად ეს კაი ფიქრებია შენ თუ არ ფიქრობ შენ წოდის და შენ თავზე რაღაცა ცუდი ჩაიდინე ესე იგი შენ ეს ვერა სუსტია მაგრამ შენ თუ ჩაიდინე რაღაცა ნებისმიერ წოდვა შენ თავი შეგეზიზღა ხო ან რაღაცა არ მოგინა შენ თავში ეს კარგი ან კარგის ნიშანია მაგრამ რა თქმა უნდა თუ მოიძანია და მე გადაიქცევს პროცესმა ეს არის აუცილებელი მაგრამ ამავე დროს არ უნდა გაგიწროდეს ალაჰის იმედი რატომ რომ ალაჰი არ გაპატიებს თუ მოიძან არ გაპატიებს მაგრამ შეიტანს უნდა რომ ალაჰს გაუცროდეს და ალაჰის იმედი წყალობისა ადამიანს ბოდიში ხო ადამიანს იმიტომ რომ ალაჰმა ყურანში თქვა რომ ჭეშმარიტად არის გასწორებული ალაჰის იმედისა უზრუნველები მაგითო არასდროს არ უნდა გავყავოთ ალაჰის იმედი და ასევე მეორე ან რა იცი არის მეგო ორი ექსტრემიზმი ერთი ექსტრემიზმი როცა ადამიანს გაუცრდა ალაჰის იმედი მეორე ექსტრემიზმი არის მეგო როცა ადამიანი ამოსო მეხმეთი უეჭვად მომპატიებს და ყველა ცოდვის საკითხებს და არ აინტერესებს ეს არის ორი ექსტრემიზმი მაგითო ადამიანი უნდა იყოს და შუაში ალაჰის ხო ოქროშვანელი მაგას უნდა რა ჟიროდეს ალაჰის იმედის და ეშინოდეს ასევე ალაჰის რა სასჯა მაგრამ შენ თუ მოინანია მაგის მერე ეს გაიწვისება და ასევე შევასკუცენ შენ ცოდვებს ურავის მოუყვები მე დავშმოსალ არის რომ მუსლიმანს არ გვიძალა ცოდვის მოყოლა სხვა ხალხისთვის თუ შეიძლება რაღაცა მე გამოიყენოს ეს შენ წინააღმდეგ გამიგიზმა